მე ვფიქრობ, ზედმეტ ახსნას არ საჭიროებს თუ რატომ არის ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა მსოფლიო წესრიგში გლობალურ პოლიტიკურ არენაზე. ასახსნელი და სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ქართველი ხალხის სამსახური, საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახური და ჩვენ გვიწევს სხვადასხვა არაფორმალური არხების მეშვეობით საქართველოს ინტერესების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზება ჩვენს დიდი ხნის სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთა ურთიერთობები ქართულმა ოცნებამ შეარყია, შეურაცხყო და შეასუსტა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაშინგტონში ყოფნა ბოლო დღეების განმავლობაში ერთგვარი შესაძლებლობა იყო, ერთგვარი უსაფრთხოების ბალეში საქართველოსთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს აქტუალობა, რელევანტურობა და ზოგადად ცნობადობა ამერიკულ პოლიტიკაში. ჩვენ დიდი ხნის პარტნიორები ვართ, ბევრ მნიშვნელოვან სფეროში. ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს ყოველმხრივ განვითარებას, სხვადასხვა ფონდების, რესურსების, ადამიანური რესურსების თუ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ის არის შემაკავებელი რუსეთისთვის და ჩინეთისთვის, მსოფლიოს ორი გიგანტი ავტორიტარული და აგრესიული სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით რუსეთს მიემართება ეს შეფასება და ამიტომ რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ვაშინგტონში ხდება დღეს არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და ზუსტად იმისთვის რომ საქართველოს არ დაკარგოს აქტუალობა და იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ მუდმივად რწმენა და იმედი იმისა რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიყო და ეს ურთიერთობები ყოფილიყო ისეთ დაბალ ნიშნულზე როგორცაც ახლა გვაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გქონდეს შეერთებულ შტატებთან იმგვარი ურთიერთობა რომ მუდმივად გქონდეს იმედი რომ ჩვენ შეერთებული შტატები რუსეთთან პირისპირ აი ასეთ ბოროტ მთერთან პირისპირ მარტო სრულ იზოლაციაში არ დაგვტოვებს. ხო, აი ამის ნიშნები თუ არის ახლა ან რა უნდა გაკეთდეს კიდევ უფრო მეტი რომ არ დაიკარგოს აი ეს თემა იმ გლობალური გამოწვევების ფონზე ხო რაც არის. კი, ნამდვილად არის ამის ნიშნები, ამის დასტურია საქართველოს საკითხით ძალიან მაღალი დაინტერესება და ჩართულობა კონგრესში, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. მე მგონი ციფრული ქცელების მეშვეობით ყველა საქართველოს მოქალაქემ გაიცნო კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგს ძალიან კარგად იცნობენ და გულშემატკივრობენ საქართველოს. ეს ვიცით ეხება კონგრესმენ ჯო ვილსონს, სენატორებს რიშ და შახინს, რომლებსაც ერთის მხრივ კონგრესმენ ვილსონს და კოენს აქვთ იცით ხელახლა შეიტანეს ახალ კონგრესში საქართველოს მეგობარი აქტი და სენატში იცით რომ წარმოდგენილია და ახლახან დამატებით 10 სენატორი შეუერთდა საქართველოსთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ GPA-ს, ანუ საქართველოს მხარდაჭერის აქტ, ქართველი ხალხის მხარდაჭერის აქტს. ამ ორივე კანონპროექტში ხაზგასმული არის საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის აქტუალობა და დემოკრატიის ძირგამომთხრელი რეჟიმის წინააღმდეგ ერთის მხრივ სანქციების დაწესება და მეორეს მხრივ აი სენატში ინიცირებული აქტის შემთხვევაში მოწოდება არის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გამოძიებულ იქნა ქართული დემოკრატიის წინაშე ჩადენილი დანაშაულები და გადაიხედოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან და მეორეს მხრივ გაძლიერდეს ამერიკის მთავრობის ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის გამოიყოს 50 მილიონი დოლარის დახმარება სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, სანამ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა ფორმალურ საქართველოსთან, ანუ იმ ძალებთან, რომლებიც თვლიან, რომ წარმოადგენენ
ხელისუფლებას. ეს რა თქმა უნდა თან ასეთ ინტენსიურ პოლიტიკური დღესასრიგის პერიოდში ამერიკისთვის ის რომ ორივე კანონპროექტი ხელახლა გააქტიურდა ახალ კონგრესში არის უდაო ნიშანსმეტი იმისა რომ საქართველოს საკითხი მნიშვნელოვანია და გაგრძელდება ამაზე მუშაობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. კი ბატონო და აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე რას უნდა ელოდოს ბიძინა ივანიშვილი, რას უნდა ელოდოს ქართული ოცნების რეჟიმი, რომლებმაც აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ რამდენიმე თვეა მოკლედ იმეორეს და იმეორეს რომ 20 იანვრის შემდეგ ისინი ტრამპთან ერთად ამარცხებენ Deep State-ს და იცვლება ყველაფერი მათთან მიმართებაში. ინფორმალურ პროცედურებს რო შევხედოთ, ჩვენ ვიცით რომ ახლახან დაუწეს და ძალიან მკაცრი სანქცია ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ასევე ვიცით რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ახალთანამდებობის პირების სახელზე, კერძოდ სახელმწიფო მდივან რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ უოლცის სახელზე გაიგზავნა კონგრესიდან წერილი, სადაც ხაზგასმულია რომ აუცილებელია გაფართოვდეს სანქციების სია და სანქციები დაუწესდეს რეჟიმის საყრდენ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილის კლანის და მასთან ახლონად საუბრობ ადამიანებს, რათა შეკავდეს მათი ძალმომრეობა და პოლიტიკური დღესასრიგის უზურპაცია საქართველოში. შესაბამისად, მოლოდინი ალბათ უნდა გქონდეს იმისა, რომ ეს პროცესი გააქტიურდება და გაფართოვდება სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ. გუშინ ინაუგურაციის პარალელურად X-ზე გამოაქვეყნა სია, ხო, რომ მოემზადეთ სანქციებისთვის და ამ სიაში ნომერ პირველი იყო ბიძინა ივანიშვილი. დიახ, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან დეკლარირებულად ამბობს, რომ ის პირველ რიგში პირველ ადგილას დააყენებს ამერიკის ინტერესებს და ამ ინტერესების რეალიზაციაში განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში აგრესიულ ავტოკრატიებთან და დიქტატურებთან ბრძოლას და ბატონი უილსონის ამ კონგრესმენის პოზიციონირება ამერიკულ პოლიტიკაში არის რომ ცნობილი დიქტატორების რიგებში უნდა ჩაეწეროს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიას საქართველოში, გამოდევნა ქართული პოლიტიკიდან თავისუფალი სივრცე, არაძლევს ოპოზიციას პოლიტიკაში თანაბარი ველის პირობებში და თანასწორუფლებიანად ჩართულობის შესაძლებლობას, არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ წინა საარჩევნო პერიოდში და ბუნებრივია ეს იმედის მომცემია, იმიტომ რომ ვის უნდა ისეთ სოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტორიტარებს აქვთ თავისუფალი შესაძლებლობა თავიანთი დღის წესრიგი წარმართონ. ამიტომ ამერიკის ახალი უბრალოდ ტრამპის ხელახალი ადმინისტრაცია დეკლარირებულად აპირებს შეკავების პოლიტიკა გააქტიუროს ავტორიტარული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ხანია სარგებლობენ ლიბერალური მსოფლიო წესრიგით. კიდევ უფრო ბევრი, ასე ვთქვათ, სიგნალი მივიღეთ უკვე ინაუგურაციის დღესვე. დონალდ ტრამპი აპირებს, რომ უარი თქვას ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებში და ფორმატებში მონაწილეობაზე, რომლებიც არ არიან ქმედითი და რომელთა დღის წესრიგი გასული წლების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, ჩინეთმა, რუსეთმა და ასე შემდგომ, ირანმა რიგ შემთხვევაში ხო, მაგალითად, გაეროში ადამიანის უფლებათა საბჭოში ირანი არის წარმოდგენილი წევრად და ხშირად პრორუსული პოზიციებიც გადის ხოლმე და პირიქით ისეთ სიტუაციებში, როდესაც ირღვევა მსოფლიოში უსაფრთხოება და ის საყრდენი პრინციპები, რაზეც დგას გაერო და უშროების საბჭოს ძირითადი დღის წესრიგი რაც არის, მასთან დაკავშირებით ვერ ხერხდება გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენთვის ახლა ცოტა ექსპერტული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ზუსტი დეტალები როგორ განვითარდება ეს ძალიან დაანონსებული, ძალიან პროაქტიული ამერიკული საგარეო პოლიტიკა არ ვიცით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი
მგონია, რომ ამ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან გამოსვლა ხდებოდეს თანაზომადად და ისე რომ არ დარჩეს ვაკუუმი და ეს ვაკუუმი პირიქით იქით არ აითვისოს რუსეთმა და ჩინეთმა და ამის წინაპირობა უკვე არსებობს. ალბათ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა მაგალითად მარკო რუბიოს დამტკიცების მოსმენებისთვის სენატში, სადაც მას აქვს ძალიან მკაფიო და ძალიან სიღრმისეულად ინფორმირებული ხედვა, რა ანაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ აზიაში იქნება, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთში თუ სამხრეთ ამერიკაში გააკეთოს იმისთვის, რომ შეაკავოს და პირიქით ჩამოშალოს ავტორიტარული რეჟიმები. ხო, ამიტომ დასკვნა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი და ასეთი ავტორიტარული რეჟიმები ტყუილად უნდა ელოდებოდნენ, ტყუილად აქვთ იმედი იმის, რომ ვინმე რაღაც წაიყრუებს და ყურადღებას არ მიაქცევს და დარჩება ესე საქართველოს იზოლაციაში და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ კაპიტანო ეკა მთავარი, რასაც ელოდებიან მთელ მსოფლიოში ალბათ ადამიანები ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში მთავარი საკითხი რასაკვირველი არის ომის დასრულება, რომელზეც ჰქონდა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები ტრამპს საარჩევნო კამპანიის პერიოდში. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საინაუგურაციო სიტყვაში მას არ უხსენებია რუსეთი, თუმცა იყო ალბათ გარკვეული მინიშნებები, რომელიც უშუალოდ რუსეთს ეხებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ აპირებს საუბარს პუტინთან. ამ მხრივ რა მოლოდინი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს ომის დასრულებაც და სამართლიანად მისი დასრულებაც ვიცით როგორ მნიშვნელოვან წილად აისახება მთლიანად მსოფლიო წესრიგზე და ასევე ჩვენზე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ტრამპი როგორც კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლის პირობებში ესაუბრებოდა შიდა აუდიტორიას და ტრამპი როგორც პრეზიდენტი და თეთრი სახლის ლიდერი უკვე პასუხისმგებელი იქნება ამერიკის როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკურ ჭრილში საკითხი არც ისე მარტივი არის, როგორც ვთქვათ საარჩევნო კამპანიის დროს შეიძლებოდა ამაზე ესაუბრა. ალბათ ესეც არის მიზეზი იმისა, რატომაც სხვა საკითხებს შორის საინაუგურაციო სიტყვის ფარგლებში უკრაინა არ ყოფილა ნახსენები. ჩემი აზრით ეს არის ნიშანსვეტი იმისა, რომ ნელ-ნელა ხდება გაცნობიერება საკითხის სიმძიმის და მნიშვნელობის. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ფიგურებს აქვთ ჩაბარებული ამერიკული საგარეო პოლიტიკის ხაზი, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული და გათვალისწინებული უკრაინის ინტერესები, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს და საზღვრების ხელშეუხებლობის ინტერესები, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის სისხლის ზღვრის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება იქნება ამერიკის მხრიდან ერთ-ერთი აკტუალური და მოთხოვნილი საკითხი, თუმცა იქ ბუნებრივია უმთავრესი არის რა პირობებით პუტინს როგორც ცნობილ შულერს და ესეთ უღირს პოლიტიკურ ფიგურას, რა თქმა უნდა, ექნება мотивация, რომ რუსული დღის წესრიგით დასრულდეს, მაგრამ შეუძლებელია ამ სცენარით, ამ ვითარების განვითარება, ამ შეთანხმების დასრულება, იმიტომ რომ უკრაინა ამას არ დათანხმდება, ამისთვის უკრაინა 3 წელია იბრძვის და ეს გმირული ბრძოლა ტრამპმა უკვე არაერთხელ აღნიშნა ბოლო დღეების განმავლობაში და რაც უფრო ღრმად ჩაიხედებიან ისინი საკითხში, გამოჩნდება, რომ ამერიკა მნიშვნელოვნად ზურგს გაუმაგრებს უკრაინას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნილი იქნება და ამერიკას ექნება მცდელობა საერთაშორისო საზოგადოებამ, ქმედითუნარიანმა სახელმწიფოებმა და ინსტიტუციებმა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, თუმცა რა თქმა უნდა, იქ იქნება კიდე სხვა უმნიშვნელოვანი საკითხები გადასაჭრელი, რის გამოც ბუნებრივია ეს საკითხი
უფრო მეტად გაიწელება, ვიდრე თავდაპირველად ივარაუდებოდა. დიახ, ხო, რასაკურველია, იმიტომ რომ 100 დღეც კი თქვა რომ დავასრულებო მაშინვე ომს უკრაინაში, როგორც კი პრეზიდენტი გავხდებიო, მაგრამ დღესაც ამბობდა რომ საინტერესო ასპექტი ის არის, რომ უკრაინის ომის დამთავრების მოლაპარაკებებს ფონს შეუქმნის ის ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უკვე დაანონსა ტრამპმა. ჩვენ ვიცით, რომ ტანკერებზე შეზღუდვები ბაიდენის ადმინისტრაციამ, წარმავალმა ადმინისტრაციამ დააწესა, რამაც კიდევ უფრო შეუზღუდა რუსეთს შესაძლებლობა გაყიდოს მისი ნავთობი. სახმელეთო მილსადენები მას უკვე საბოლოოდ ჩაეკეტა, ახლახან უკრაინამ გასადენებიც გადაკეტა და ასევე ამერიკა აპირებს თავისი რეზერვების აქტიურ გამოყენებას, რაც რუსეთის ისედაც ძალიან დასუსტებულ ეკონომიკას კიდევ უფრო შეარყევს და ხო, ფონს შექმნის მოლაპარაკებებისთვის. დაგვპირდა საკმაოდ ისე აქტიურად და ხმამაღლა რომ ოქროს ხანა იწყებაო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ისევ დიდებული უნდა გახადოს ამერიკა და ვერაფრით ვერ იქნება ეხა დიქტატორი პუტინის გამარჯვება დიდებული ამერიკის ინტერესებში, ნუ ეს ალბათ ყველასთვის გასაგებია, ამიტომ შესაბამისად თუ არის შესაძლებლობა უცებ მინდა დავამატო, ზოგადად ქართული საზოგადოება არ უნდა შეშინდეს, ან არ უნდა იგრძნოს თავი მოწყვლადად იმის გამო, რომ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს დაელაპარაკებიან. ეს საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია, მათ შორის იქნება დიალოგი, იმიტომ რომ არის ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებს დიდი სახელმწიფოების ჩართულობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ პუტინის მხარდაჭერა ხდება, ან რუსეთის, ან ჩინეთის რამე ფორმით წახალისება. პირიქით მოხდება ავტორიტარული და აგრესიული რეჟიმების შეკავება, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში აი იმ ლიბერალური მსოფლიო წესრიგით, რომლის დასრულება ასე ძალიან უნდათ, როგორც რუსეთში, ასევე ქართული ოცნების მოლაპარაკებ თავებს, ზუსტად აი ამ მსოფლიო წესრიგის წესების უგულვებელყოფისთვის მათ შეხვდებათ ძალიან მკაცრი შეკავების პოლიტიკა ამერიკის მხრიდან.